საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყველაფერს ერთი პარტია და ერთი პირი აკონტროლებს. ამ მძიმე ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი კი ახალი არჩევნებია. ევროპარლამენტში ზურაბიშვილმა ოლიგარქის რეჟიმი არჩევნების გაყალბებაში ამხილა. რუსულ არჩევნებამდე მივედით, ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა. მასობრივად გაყალბდა არჩევნები მაღალ დახვეწილ დონეზე. თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა მიმდინარე პროტესტზე და რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკაზე. თითქმის 1 საათიან სიტყვას ხანგრძლივი ტაში და ოვაციები მოყვა. ევროდეპუტატებს კი მხარდაჭერის ნიშნად ხელში საქართველოს დროშები ეჭირათ. ლუკა ხაჩიძე გაგვაცნობს პრეზიდენტის გამოსვლის ძირითად და მნიშვნელოვან აქცენტებს პირდაპირ ეთერში. დიახ, გიორგი, ოლიგარქის პარტიის ნაბიჯები ქვეყნის წინააღმდეგ პრეზიდენტმა შეადარა 1921 წელს, როდესაც საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. ასე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა მძიმე, შეიძლება ითქვას, დრამატულ ვითარებას, რომელიც დღეს არის ქვეყანაში შექმნილი და ასევე იმასაც, რომ ივანიშვილის ხელით რეალურად ოკუპანტი რუსეთი მოქმედებს. პრეზიდენტს სიტყვა ტაშით რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, მათ შორის მაშინაც, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერა ქართველი ხალხის მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილმა ოლიგარქის გეგმას რუსული სახელმწიფოს აშენება უწოდა, რასაც მისივე შეფასებით საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას მართავს ერთი კაცი და კონტროლს მიღმა რჩება დამოუკიდებელი მედია. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ 3 კრიტიკული ტელევიზიიდან 2 არის ძალიან სერიოზულ ფინანსურ კრიზისში. სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტის დარბაზში დეპუტატები დახვდნენ საქართველოს დროშებით. ეს არის გადამწყვეტი დრო, რადგან ზოგიერთ მომენტში ჩვენ გვგრძნობთ თავს 1921 წელში. ის სცენები მეორდება და სავარაუდოდ სწორედ ამით აიხსნება გამბედაობა და შემართება, რომლითაც პასუხობს დღეს ქართველი ხალხი იმას, რასაც აღიქვამს თავისუფლების, მომავლისა და რაღაც კუთხით დამოუკიდებლობის უფლების ჩამორთმევად. ხალხი 21 დღეა ქუჩაშია. ეს პროტესტი დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პროტესტი იყო წელს გაზაფხულზეც, როცა რუსული კანონი ხელახლა წარადგინეს. ეს პროტესტი იყო შარშან გაზაფხულზეც, როდესაც რუსული კანონი პირველად წარადგინეს. მსგავსი პროტესტი საქართველოსთვის იყო სპეციფიკური და დამახასიათებელი ყოველთვის, როდესაც ქართველი ხალხი გრძნობდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა მის თავისუფლებას, ევროპელობას და დამოუკიდებლობას. არასდროს ყოფილა საქართველოში მასობრივი პროტესტი სოციალური პირობების გამო. ერთადერთი დრო, როცა ხალხი მასობრივად გამოდის ქუჩაში, არის მაშინ, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ სასწორზე ეგზისტენციური საკითხი დგას. ახლა სწორედ ეს შემთხვევაა. ეს საპროტესტო მოძრაობა არის ძალიან მშვიდობიანი, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და მისი მონაწილეები მხოლოდ 2 რამეს ითხოვენ. დამიბრუნეთ ხმა, რადგან არჩევნები მოიპარეს. დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი და არის ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნა. საქართველოში არ არის 2 მხარე. ერთ მხარეს არის საქართველოს მოსახლეობა და მეორე მხრივ არის ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი. მმართველმა პარტიამ დაიჭირა ძალიან მკაფიო რუსული გეზი. ხანდახან მათ უხდებათ თავის მოჩვენება, თითქოს რამე გზით დაუბრუნდებიან ევროპას. რატომ? იმიტომ რომ მათი მხარდამჭერების უკანასკნელ წრესაც კი სურს ევროპული გზა. ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის 80-90% სურს ეს და ამას აჩვენებს ყველა გამოკითხვა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ასე რომ თუ ქართული ოცნების ლიდერებს სურთ ჰქონდეთ ოცნების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა, მათ უნდა შეინარჩუნონ ეს იმედი. პრეზიდენტის სიტყვა შეიძლება ითქვას იყო ძალიან კრიტიკული დასავლეთის, განსაკუთრებით ევროკავშირის მიმართ. მან ბლოკი გააკრიტიკა ნელი რეაგირების გამო და დასვა კითხვა, როდესაც რუსეთი არაერთ ადგილზე დამარცხდა და ანალოგიური ელოდება უკრაინაშიც და სხვა ქვეყნებშიც, რატომ უნდა იყოს კრემლი გამარჯვებული საქართველოში. მაღალი ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელს და ასევე ვაშინგტონს მოუწოდა გადამწყვეტი ზომებისკენ. ეს ეხება ევროპას, გეხებათ თქვენ და ევროპის სანდოობას. ევროპას არ შეუძლია ყველა დემოკრატიული წესის და ნორმის გათელვის უფლება მისცეს ქვეყანას, რომელმაც ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი. ევროპამ არ უნდა დაუშვას თავი დაიმციროს იმაში, რაც მისი მთავარი პრინციპებია. საქართველო იყო, არის და დარწმუნებული ვარ იქნება დასავლეთისა და ევროპის საყრდენი რეგიონში, რომლის გაკონტროლებასაც დღეს რუსეთი ცდილობს. იმპერიული პერიოდის გენერლები ამბობდნენ, რომ ვისაც თბილისი უჭირავს
კავკასია. ეს რუსეთს არ შეუცვლია. ფსონები მაღალია. ეს უკავშირდება შავი ზღვის უსაფრთხოებას, ცენტრალურ და სამხრეთ აზიას შორის კავშირს, სომხეთის ევროპულ მომავალს. ასე რომ უფრო მეც ვიდრე საქართველოს, ქართულ დემოკრატიასა და საქართველოს პოლიტიკურ არჩევანს. საქართველო ევროპისთვის არის იმ გლობალური ბრძოლის ნაწილი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს მის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგოს სირიაში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაზე მოეხვია საკუთარი თავი, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარცხი განიცადა მოლდოვაში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს. და თუ დამარცხდება რუმინეთში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს. რა თქმა უნდა, ეს შეკითხვები თქვენ მიმართაა, რადგან რასაც ახლა რუსეთი ცდის ჩვენთან, ბევრად ნაკლებ ხარჯიანი ინტერვენცია. ის იყენებს თავის მარიონეტებს, ჩვენს საერთო დემოკრატიულ ინსტრუმენტებს, არჩევნების გზით გვახვევს თავს საკუთარ წესებსა და ძალას. ევროპამ ნახევრად უპასუხა გამოწვევას. საბჭოს ბოლოს ხდომა იყო პირველი ნაბიჯი, მაგრამ ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს. იცით, რომ ქართველები იბრძვიან დღისით და ღამით. ევროპა ნელი ტემპით გამოფხიზლდა და რეაგირებაც ნელი ტემპით მოახდინა. ქართველები ჯერ კიდევ ველიან მტკივნეულ ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. იმედი მაქვს, რომ არ დაელოდებიან უფრო ღრმა კრიზისს, რომ მიმოქმედონ. ევროპა არის საქართველოს კორუმპირებული ელიტისა და ლიდერების დანიშნულების ადგილი. მათ გადმოაქვთ პოსტსაბჭოთა რუსული მმართველობის სტილი საქართველოში, მაგრამ სიხარულით ხარჯავენ ფულს ევროპაში. მათ სურთ კორუმპირებული რუსული წესები ქართველებისთვის, მაგრამ საკუთარი თავისთვის სურთ ევროპა. არსებობს ბევრი გზა, როგორ შეგიძლიათ ქართველების გვერდით დადგეთ. საქართველო მოიგებს ამ ბრძოლას, დაიცავს თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს. ასეთი გამოსვლები და მით უმეტეს ხანგრძლივი თვეებით ადრე იგეგმება ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს, ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე და ასევე იქიდან გამომდინარე, თუ რადევს სასწორზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ძალიან სწრაფად ჩანიშნა. ვიცით, რომ პრეზიდენტისათვის ტრიბუნის დათმობას ძალიან აქტიურად ლობირებდნენ ევროპარლამენტის ყველაზე გავლენიანი ჯგუფები, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციაც, რომლის წევრიც ასევე არის რობერტა მეცოლა. პლენარული სესია სწორედ მისი სიტყვით გაიხსნა და გაიმეორა ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს პოზიცია, რომ საჭიროა გადამწყვეტი ზომები, რაშიც ის გულისხმობს სანქციებს. ევროპარლამენტში თქვენი ბოლო ვიზიტის დროს განვიხილეთ თქვენი ქვეყნის პროგრესი ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. დღეს ეს გზა საფრთხის წინაშეა. ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციის წინააღმდეგ ნებისმიერ რეპრესიებს და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებებს. ეს ქმედებები უკანხევს იმ წარმატებულ ნაბიჯებს, რომლებიც ერთად გადავდგით. შექმნილ ვითარებაზე საპასუხოდ ეს პალატა გამოვიდა გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოწოდებით და ჩვენ ვიმეორებთ ამ მოწოდებას ახლა. მე ვიცი, რომ საქართველოში ბევრი შიშობს საკუთარი ქვეყნის მომავლის გამო. ასევე ვიცი, რომ ვსაუბრობ მთელი ამ პალატის სახელით, როდესაც ვეუბნები ყველა ქართველს, რომელიც იყურება ევროპისკენ მხარდაჭერისთვის, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და ჩვენ თქვენთან ვართ. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროპისკენ თქვენს გზაზე და ჩვენი კარი ყოველთვის რჩება ღია. ჩვენი ინფორმაციით ზურაბიშვილს სტრასბურგში აქვს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი. ევროპარლამენტშია ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ამიტომ შესაძლოა ვიხილოთ მათი შეხვედრაც. ოლიგარქის გუნდმა პრეზიდენტის გამოსვლის დისკრედიტაცია დაიწყო გუშინდელი დღიდან, როდესაც ეს ვიზიტი დადასტურდა. პარტია, რომლის ლიდერებს ევროინსტიტუციებში არავინ ეპატიჟება, ითვლის რამდენი კანონმდებელი დაესწრო ზურაბიშვილის სიტყვას, რომელიც იყო ძალიან კრიტიკული ოლიგარქის რეჟიმის მიმართ. მადლობა, პირდაპირ ეთერში ლუკა ხაჩიძე საუბრობდა.